14 იანვარს ახალ წელს დასავლეთ საქართველოში, უფრო ზუსტად კი გურიაში აღნიშნავენ. ძველით ახალი წელი საქართველოს მთებში ეს ოდითგანაც იყო, ყოველთვის უფრო მეტად აღინიშნებოდა ვიდრე ახლით ახალი წელიწადი. ამიტომ ყოველთვის მიმიჩქარებოდა და მინდოდა რომ გურიაში აღმოჩენილიყავი ამ დროს ჩემს კუთხეში, სადაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ძველით ახალ წელს და 14 იანვარი ეს არის კალანდობა, ცნობილი კალანდობა გურიაში, კალანდა და აი ამ დღეს მე უმეტეს წილ ვცდილობ რომ ვიყვე გურიაში. ისევე როგორც თელ საქართველოში არა მარტო გურიაში, ლეჩხუბისკენ, რაჭისკენ, მთიან აჭარისკენ, რასაც ქვია ჩიჩილაკის კულტი, რასაც ქვია თხილისგან კეთდებოდა საერთოდ ჩიჩილაკი. სათამაშოებიც თხილის იყო და აი ესეთი რაღაცები იყო ოდითგანვე და მეკვლეობის განთქმული მეკვლეობის ინსტიტუტი, რასაც ქვია და ბედობის დღე, ზოგჯერ მეფეხურობას ეძახიან, მაგრამ მაინც მეკვლის შემოსვლა ოჯახში ეს ითვლებოდა ძალიან დიდ რაიმედ. ამიტომ ბედობა, კალანდა ის გადაბმული არის ერთმანეთზე და აღნიშნავენ მთელი ოჯახი, მთელი სოფელი, მთელი კუთხე და არის გადაძახილი ყველა ოჯახში. ეხლა დააცარიელდა სოფლების სამწუხაროდ, მაგრამ ყველა ოჯახში იკვლევოდა ამ დღეს ღორი და კალანდის დღეს, ესე იგი იყო გადაძახილი ყველა ოჯახი მუხრიდან ამოდიოდა კვამლი და იყო ესეთი მეკვლეობა, მისვლა, მოსვლა. რაც შეეხება ნაძვის ხეს, თვითონ ნაძვის ხეს დიდად არ იმაშვებოდნენ ძველ გურიაშიც და არც ახლა. ხო, მაინც თხილის ჩიჩილაკი, ეს ჩიჩილაკი და მე პირადად ქალაქში ვიყავი თუ სადაც არ ყოფილიყავი, ყოველთვის ჩიჩილაკი მედგა. ქუთაისშიც, გურიაშიც, ზუგდიდშიც, საგურამოში რო ვცხოვრობდი, სულ ჩიჩილაკს ვეძებდი და მაშინ იშვიათი იყო. იმ საუკუნის 80-იან წლებში ჩიჩილაკს უიშვიათესად ვინმე აკეთებდა და რო გამოგეტანა ეხლა რო ზღვებივით არის იმაში ბაზარებში და ესე არ იყო, ძლივ შოვილობდა და ვიღაცა ვიცოდით ვინ აკეთებდა და იქ მივდიოდი და იქიდან მოვქონდა. და ეს ძალიან ესეთი ტრადიციული რამ არის. ჩიჩილაკი არის სიცოცხლის მანიშლებელი, ნედლი თხილისგან კეთდება, სიცოცხლის გამრავლება, გაძლიერება არის. ხო და აი ამიტომ მასზე იყიდებოდა ჩიჩილაკზე იყიდებოდა ჩირი, ჩურჩხელა, ჯანჯუხს რო ეძახიან გურიაში, ხილი, მანდარინი ყოფილიყო, აშლი ყოფილიყო შეიძლება, მაგრამ მაინც უფრო ჩირის სახით. და აუცილებლად უნდა ყოფილიყო კურკანტელა, აი ეს წითელი კურკანტელა რო არის, ესეც გამრავლების და იმის სიმბოლო არის, რომ სიცოცხლის გაგრძელების და აი ესეთი რაღაც. ჩიჩილაკი ძალიან ისედაც ლამაზი არის, მორთულია, დედოფალი გეგონება, თეთრი, აი ხა გვინახავს ხო ეხლა რომ ზოგიერთ 2 მეტრიანი ჩიჩილაკი უდგას სახში. მაგრამ თუნდაც ეს პატარა იყოს და რაღაც იმდენად ლამაზია, ამიტომ ჩემთვის ეს გამორჩეულად რიტუალურიც იყო და ნაძვის ხეს დიდათ არ ვიკლავდი ნაძვის ხეს თავს, თავი ჩიჩილაკი ყოფილიყო ჩვენს ოჯახში. ის რასაც ქვია კალანდა. კალანდა არის ძალიან გახმაურებული თელმა საქართველოვის. გურიაში კალანდა, მიდიხარ კალანდაზე. ხო და მივდივართ და მე მივდივარ, ახლა მივემგზავრები, იმიტომ რომ კალანდა შეხვდე გურიაში და ეს დღე უნდა იყოს ერთმანეთის მოსიყვარულების, ერთმანეთთან გადასვლის მოდიან, შეიძლება ერთი დიდი კვახი დაიჭიროს კაცმა ხელში და გადავიდეს მეზობელთან და იქ მოხარშონ და იმ კვახზე იქეიფონ შეიძლება თელი საღამო და იმიტომ რომ აი ესეთი მისვლა მოსვლა რო არ დაიკარგოს, ადრე ესე იყო. რო არ დაიკარგოს, მე ამას ვცდილობ ეხლაც. როგორმე ბიძაშვილებში, ნათესავებში, მეზობლებში გადავიდე, გადმოვიდე და ჭიქა ღვინო ავიღო, თასით ღვინო ავიღო და დავილოცო. ახალი წელი ითხარით რომ ახალი წელი თაში და გურიაში განსაკუთრებულად ძველით ახალი წელი არის და ესე ამბობენ გურულები, აი ეხლა დადგა ნამდვილი ახალი წელი. აი ამისთვის ყოველთვის რაღაც გულითადათ ვემზადები და მინდა რომ ჩემი ახლობლებიც ვაზიარო და ძალიან ხშირად
წამიყვანია მეგობრები, მწერლები, ჩამიყვანია გურიაში, გიქეიფია 2 დღე და აი ესე შევხვედრივართ. კალენდარი ისეთი დღესასწაული, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს, ყველა ერთმანეთს ულოცავს, ერთმანეთს გადაძახებენ და სოფელი იღვიძებს, სოფელი ცოცხლდება და ამიტომ ძალიან მიხარია კალენდარს, როცა გურიაში ხვდები. ეხლა ამ ბოლო წლებში მე მაქვს დედულიც და მამულიც, 2 სოფელი მაქვს, დედულის სოფელი და მამულის სოფელი, ერთმანეთთან სხვაობა 15 კილომეტრი მაინც არის. ხო და იმ ერთ სოფელში, რომელიც მამულის სოფელი არის, ფაქტიურად აღარ დარჩა ხალხი, ძალიან ცოტა არის, რამდენიმე ოჯახში თუ არის ეხლა ბუხარი. აქეთ სოფელში, დედულის სოფელში უფრო არის ხალხი და ამ დღეს მაინც ჩადიან. თუ რაღაც ან დიდი თოვლი არ არის და რაიმე, ჩადიან და ერთმანეთთან და ერთად ყოფნა რო უხარიათ, ერთად ხვდებიან. ამიტომ ეს არასოდეს არ უნდა მოუშალოთ ჩვენ ძველით ახალი წლის ესეთი დახვედრა კალანდის, ესეთი შეხვედრა ჩიჩილაკთან ესე მოფერება და ჩიჩილაკთან დადგომა და ხო გეუბნები ჩიჩილაკი არის ისედაც ლამაზი და მე კიდე რიტუალური, მე კიდე საკულტუარი ჩიჩილაკი ისეთ რაღაცებს იტყვია ჩიჩილაკზე, რომ რა შეუძლია ჩიჩილაკს და როგორი მადლი შემოაქვს ოჯახში ჩიჩილაკს. ამიტომ ძალიან მიხარია ამ დღის მოახლოება 13 და 14, 13 არის ჩემი დაბადების დღე. 13 იანვარი არის ჩემი დაბადების დღე. იმასაც აღვნიშნავთ იმ დაბადების დღესაც და ასევე აღვნიშნავთ კალანდის შემოგზანებას. და აი მინდა რომ თქვენაც მოგილოცოთ, მიულოცოთ მთელ საქართველოს ახალი წელი, მიულოცოთ ძველით ახალი წელი ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს ეხლა ამჟამად ქუთაისში მოსავლე ახალგაზრდობის პარკის ლიტერატურულ საადამში ვართ, ახალგაზრდობის პარკის უпростоრად ლიტერატურულ საადამში ვართ. 125 წლის ბუხარი გვისმენს. აი ეს ბუხარი არის 125 წლის 1901 წელს აშენებული. ისე განვიცდი რომ ბუხარს ველაპარაკები ზოგჯერ აქ. ყველაფერი ხო იცის, თითქოს ყველაფერს ხო მისმენს და მე კიდე კაცო საუკუნე და მეოთხები ამდენი ხნის არის. ამას რომ მოусმენია ახლა, ამას რომ გაუგონია, ჩვენი იმდენი ხო არ გაგვიგონია და ხო არ ვიცი. ამიტომ ამ ბუხართანაც აი ამ ტაბლასთანაც ეს ყველაფერი მიხარია და ილოცავთ ულოცავ სოფლიოს კალანდას და ძველით ახალ წელს.